მართლმადიდებელი სამყარო დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-მეათე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. სულთმოფენობის დღესასწაულზე მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი მუხლდრეკის ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის. დღეს არის სულთმოფენობა, ულოცავსრულია საქართველოს და ყველა მართლმადიდებელს. სულთმოფენობა არის მოძრავი, დამოკიდებული აღდგომაზე და ხდება 50-მეათე დღეს. სულიწმინდის მადლი გადმოდის ქრისტეს მოციქულებზე. უდიდესი დღესასწაულია სულთმოფენობა. როდესაც უფალი ამაღლდეს ზეცად და თავის მოწაფეებს გადმოეფინა თავისი სული, ულოცავ მთლიანად საქართველოს, ჩემს ერს, ჩემს მრევლს, სიხარული ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე. მე მაგალითად დღეს ძალიან სუფთა სულით ამაღლებული, ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც მაცხოვარი ამაღლდა, მოციქულების წინასწარმეტყველება და აღთქმა მისცა, რათა მოძე მოვიდოდა სულიწმინდა და არა მარტო მათზე, მთელ მსოფლიოზე, მთელ კაცობრიობაზე. დღეს ამას დღესასწაული. ეს არის ტრადიცია, მიკითხება ტაძარში ლოცვები, მუხლ-მოდრეკის ლოცვები. აღდგომიდან სულთმოფენობამდე მუხლი არ მოიყებოდა, მეტანია არ სრულდებოდა და აი ამ დღევანდელ დღეს, სულთმოფენობის დღეს, იქნა წაკითხული ტაძარში მუხლ-მოდრეკის ლოცვები და ამის შემდეგ მორწმუნეებს შესაძლებლობა აქვთ მუხლიც მოიყარონ ლოცვის ჟამს.